მოდით პირველი რაც უნდა ვთქვათ, რომ კორუფციასთან ბრძოლა არაფერ კავშირში არ არის იმასთან, რასაც ჩვენ უყურებთ. რეალურად კორუმპირებული სისტემის ცვლილების არც სურვილი, არც უნარი და აი არც მცდელობა არ აქვს. ეს თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ არაფერი კავშირი ამას არ აქვს კორუფციასთან ბრძოლას. რეალურად კი თითქოს შეიძლება ვთქვათ ესე რომ კლანები ერთმანეთს ებრძვიან, კლანები ძალიან ხმამაღალი სიტყვა არის. მე მაინც მგონია რომ ეს ერთი ხელით იმართება ყველაფერი, რომ ცოტა ფორმაში იყვნენ, ცოტა მოჭიმა ხდება ხალხის, რომ ცოტა მობილიზებულები იყვნენ. საკუთარი ამომრჩევლის. იცით რა, თვითონ ჯერ ერთი გუნდი რაც არის, გუნდი მე სხვაგვარად წარმომიდგენია, მაგრამ ბანდას უფრო გავს, მაგრამ აი ეს რაღაც ნაკრები ხალხის ცოტა მეტად მობილიზებულები იყვნენ. ვინმე არ შემთხვევით არ ფიქრობს რომ რაღაც გავლენა აქვს უწყი რომ ხოსე შინოდეს აი ცნობილი გამოთქმის ეგეც და ნახეთ როგორ არის აი შიგნითაც რომ დაძაბულები იყვნენ აი ნახეთ ახლა კალაძესთან დაკავშირებით რაც ხდებოდა ჯერ თითქოს უნდა წარედგინოთ მე რაღაც ტექნიკური მიზეზი მე რაღაცა საწყალბი სათქმევინეს რომ ახალი სხვა კანდიდატურად შეიძლება განვიხილოთო მე იმან არა ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგესო ქმნიან ანუ მუდმივ სტრესში ლევან მახაშვილმა დილით თქვა რა თქვა შუადღის თქვა რომ ესე კი არა სტრესში ამყოფებს ყველას ვინც ყავს იქ ვინც არიან და ვინმე რამე შემთხვევით არის ფიქრობთ რომ რამეს წარმოადგენთ დამოკიდებულება ასეთი არის მე მგონი ეს მომთქვა თქვენთან ეთერში ინგა გრიგოლიასთან კორტიზოლის პარტიაო აი სტრესის და შიშის ჰორმონის პარტია არის თავისიანებიც ესე უნდა ყავდეს მუდმივ სტრესში დაძაბული დამცირებული აი ამ ტიპის მართლობა სუკრიზი რაღაც პერმანენტულ კრიზისებში პოულობენ რაღაცა რა თქმა უნდა და თან აი ესეც მართვის კი იმიტომ რომ პოლიტიკურ პროცესს ვერ ქმნიან იმიტომ რომ იმას რასაც უყურებთ პოლიტიკური პროცესი არ ქვია რასაც ახლა ქართული ოცნება გვთავაზობს და შესაბამისად აი ესეთი პატარ-პატარა ამბები თან რაღაცა ყურადღებას გადატანა ხარ რაღაც გორბი კოლევა შემოაგდეს კიდევ აი რაღაცა ინიშნება არ ინიშნება კალაძე ამაზე რო ვილაპარაკოთ თორემ ის რომ კალაძე 8 წლის თავზე მერი აი თვალჭრელიძის ამბების მერე რომ გამოვიდა და თქვა რომ მე არაფერ შუაში არ ვარ საერთოდ ეს კაცი არის გამორჩეული იმით რომ არასოდეს არაფერ შუაში არ არის არაფერი მისი ბრალეულობა არ არის დედაქალაქში შენ ქალაქში მერი რომ ხარ პატარა ბავშვები ქუჩაში გამოყარეს შენი ბრალეულობა არ არის შენ ეს არ გიხება არ ხანდახან მგონია მებაღე გონიათ მებაღეებს ჩემი დიდი პატივისცემა ძალიან მიყვარს სიმწვანე და ბაღი და ძალიან ბევრ კარგ მებაღეს ვიცნობ მაგრამ თავი ხანდახან მე მგონი მებაღე გონია იმიტომ რომ თუ შევხედავთ არც ერთი მიმართულებით პოლიტიკა არ აქვს აი პოლისი რასაც ქვია მიმართულე აი რა არ ვიცი ტრანსპორტის პოლიტიკა არ გვაქვს განაშენების პოლიტიკაზე ბევრგვარი აზრი ბევრგვარი აზრი მაგრამ მას არ ქვია სხვათა შორის ხო მაგრამ ეს ხო არ არის სადღაც რაღაცა რამდენიმე ავტობუსი გამოუშვა რა თქოს რაღაცა საუბრები იყო და მე ყველაფერი გაჩერდა რა არის მიზანი რომ აი სად მივდივართ რომ ნაკლები მე მახსოვს ამბობ რომ ნაკლები მანქანა მოძრაობდესო და ყველა ავტობუსზე გადაჯდესო ამ დროს ავტობუსი არ არის არც ტარიფს არ მთავაზობ ანუ ზღუდავ მაშინებ და შენ იმიტომ რომ შევწუხდე გავიქცევი ქალაქიდან ან ჩამოვალ ავტობუსიდან ამ პოლიტიკით ამას პოლიტიკა არ ქვია ყველა მიმართულებით პოლიტიკა აი არ ვიცი სოციალურ პოლიტიკას რო ეძახიან ხან გამგეობაში რომ იხვალ და განცხადებას დაწერდა ან დაგიკმაყოფილებენ ან დაგიკმაყოფილებენ ვიღაცას უხდიან ქირას ვიღაცას არ უხდიან ქირას ან ეს ქირის გადახდა პოლიტიკი ხო არის პოლიტიკა რო ჩემი მიზანი არის ეს და ეს არის ჩემი პოლიტიკა მიმართულებით ამის შესაბამისად დღეს ამას ვაკეთებ ხვალ რო ესე ვიყო და ზეგე შედეგი მქონდეს რომელიმე მიმართულებით არის ეს და ეს არ შეუძლიათ იმიტომ რომ მათ საქმის კეთება არ შეუძლიათ იმიტომ ვართ აი ამ მუდმივ ქაოსში და რაღაც ილუზიას ქმნიან თითქოს რაღაც კეთდება რეალურად ამასთან გვაქვს საქმე და ეს ვიღაცა დაიჭირეს ვიღაცა დღეს აღმოაჩინეს რომ თურმე ეს რაღაც კორუმპირებული არის კორუფციაში არის თუ არ არის შეიძლება ხვალ კიდე ვიღაცა დაიჭიროს ეს თავიანთი შიდა გუნდისთვის არის აი ეს მოჭიმის მცდელობა თუმცა ისიც არ გამოვრიცხოთ რომ რა თქმა უნდა ეგეც არის მათი გადმოსახედიდან მთავარი რესურსი არის ფული მათთვის ადამიანის არც ბიოგრაფია, არც გამოცდილება, არც ხასიათი, არც ცოდნა, არც ნიჭი არ არის რესურსი. რესურსად ითვლება მხოლოდ ფული. ამიტომ მათთვის ყველასთვის, ანუ ვინც მართავს გუნდს რეალურად, იმიტომ რომ ასე გამოდის და ამიტომ თავარი საფრთხე რაც არის, რომ შემთხვევით ემან ვინმე ცოტა მეტი ფული არ დააგროვოს, რომ მერე სადმე პოლიტიკაში ვიღაცა არ დააფინანსოს, ამ პოლიტიკური ამბიციები არ გაუჩნდეს. კობახიძეც ამის გაგრძელებაა თუ მას რაღაც სხვა ხედვა აქვს, ან პერსონალურად შეიძლება რაღაცნაირად
ფულზე მაღლა დგას უფრო სხვა ინტერესებია და ასე შემდეგ. შეიძლება ვთქვათ, რომ კობახიძეს გონია რომ ის მართავს, მას შეუქმნეს ასეთი ილუზია, რომ ის რაღაც გადაწყვეტილებებს იღებს, რაღაცას მართავს, მისი სისუსტე მიხვდენ, მას ჭირდება ძალაუფლება მის ეგოს, რომ რაღაცა თავი უფრო მტკიცედ იგრძნოს, ან რაღაცას წარმოვადგენ, ან ფსიქოტიპს რო შევხედოთ ადამიანს როგორც მოქმედებდა მუდმივად და მას ეს მის ეს ეგოს ესეთი როგორ ვთქვათ, საკენკი დაუყარეს და მას ახლა მართლა შეიძლება ჰგონია და აქვს ის ილუზია რომ რამეს მართავს, თუმცა ის არაფერს მართავს რეალურად. ეს არის მოცემულობა, მას ჰგონია რომ რამეს მართავს. იმიტომ რომ ამ ადამიანებს დღეს ერთ განცხადებას აკეთებენ, ხვალ მეორე განცხადებას აკეთებენ, ზეგ ურთიერთ გამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. ამიტომ აქაც იმ ილუზიის შექმნა რომ რაღაც ეს ადამიანები რამე გადაწყვეტილებას იღებენ შეიძლება ვიღაცას აწყობს რომ ასე იმოქმედონ, ასე რაღაც უფრო იოლად ილაპარაკონ ის რა დავალებასაც მისცემ. კი ბატონო. სოფო, აუცილებლად მინდა კითხოთ კვლევებზე, რომელიც იმედმა გამოაქვეყნა, სადაც ოცნების შემდეგ მოდის ლელო, შემდეგ მოდის თქვენი გუნდი. ჩვენ გვახსოვს არჩევნების წინ კვლევები, სადაც თქვენ ბოლო, ეს ვთქვათ, ერთ-ერთ ბოლო ადგილზე იყავით, 3%-ს გიწერთ, 3 რაღაცად გიწერდა და გორბი, როცა არჩევნებზე 8% იყო თქვენი ეს ვთქვათ მიღებული მაჩვენებელი. აი ახლა ეს იქნა აღქმული ასევე სხვადასხვა პარტიების ან პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანების მხრიდან, რომ აი ცხადია, რომ ესენი რომ არჩევნებში მიდიან, უბრალოდ იმედ ხელისუფლებამ დაუწერა შესაბამისი ქულები, რომ ამით ბოიკოტის გაუფასურება ხდება ხელისუფლების მხრიდან, როგორ აწყობს მოკეთ თქვენი ყოველს მონაწილეობა. ჯერ ვიტყვი კვლევებზე და მე არჩევნებზე და ბოიკოტზე. რაც შეეხება კვლევებს, ესე ვთქვათ, საკენკი დაყარა ქართულმა ოცნებამ, აი ამ მომენტში და ამ ეტაპზე, ამ განცხადების და მაინც ახლა ამის გამოქვეყნებით ამ ფორმით. რაც შეეხება კვლევებს, ეს ახალი არ არის 2012 წლის არჩევნების წინაც კვლევებს თუ დააკვირდებით, იმხელა აცდენა იყო კვლევების მაჩვენებელსა და შედეგებს შორის, თუნდაც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის. ეს არის აქსიომა ყველა, მის ტრუიზმი, ყველა მიცის, რომ რეჟიმების პირობებში ჩატარებული კვლევა არ არის სანდო. ახლა ისედაც ხო პრობლემა არის სანდოობა იმ კომპანიების, რომლებიც ამას ატარებენ, მაგრამ აი სულ ანგელოზმა ჩაატაროს, აი სულ რა ვიცი, რომ კეთილსინდისიერების განსახიერებამ ჩაატაროს კვლევა რეჟიმის პირობებში, ის აუცილებლად იქნება აცდენილი რეალობას. იმიტომ რომ შიში, რომელიც არსებობს, მოქმედებს ცნობიერზე, ქვეცნობიერზე. ამიტომ თუ მე რაღაცა შეიძლება წაიკითხო, აი ყველაზე კეთილსინდისიერად ჩატარებულ კვლევებშიც შეიძლება აი სტროფებს შორის წაიკითხო და მიხვდე დაახლოებით განწყობას. ან როცა იმ ადამიანს ელაპარაკები, შეიძლება ერთ გეუბნება შენ იქ რაღაცა განწყობით მიხვდე იმ მოქალაქის რეალურ პოზიციას. ამიტომ ამ რეჟიმის პირობებში ჩატარებული კვლევები, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება პოლიტიკას, არის ძალიან აცდენილი რეალობას. ადამიანებს იმის თქმაც კი ეშინიათ ხოლმე, რომ ესაუბრე გაჭირვებაზე ლაპარაკიც კი. ანუ რეალობას არის აცდენილი თქვენი მესამე ადგილი? მე არ ვლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ ზოგადად, არ შევდივარ ცალკეულ ამ კონკრეტულ საკითხებს, ან კონკრეტულ რაღაც რატომ დაყარა ეს საკენკი, რომ ოპოზიციაში აეს ერთმანეთის დიახ, იმიტომ რომ ვერ ქმნიან პოლიტიკურ დღისწესრიგს. ანუ პოლიტიკური პროცესი არ არსებობს ქართული ოცნების პირობებში, იმიტომ რომ გადასარევი პროცესი მიდის ოპოზიციის შიგნით, რომ დარწმუნებული ვარ, სრული სიამოვნებით ადევნებენ ამას თვალს. ხო, აი ამაზეც მინდოდა მე თქვა, იმიტომ რომ ხანდახან მე ჩვენება შთაბეჭდილება, რომ მე ვფიქრობ, რომ ესეთი შთაბეჭდილება იქნება, რომ ჩვენ რაღაცა გაჯიუტებულები ფეხის ბაკუნით რაღაც პოზიციაზე ვდგავართ და ეს რაღაც ახირება არის. და ეს მინდა უთხრა იმ ადამიანებს, ეს არის ჩვენი გააზრებული გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ძალიან რთული ბრძოლა, ისიც გვესმის, რომ დამძიმებულია და კიდევ უფრო გართულებულია პროცესები იმასთან შედარებით, რაც იყო. მაგრამ ასევე ისიც ვიცით, რომ ქართული ოცნების მდგომარეობა, აგერ მათივე კვლევების თანახმადაც კი გაუარესებულია, ქართული ოცნების ამორჩეველში, ქართული ოცნების აი რაღაცა მითოლოგიზებული, რომ მაინც ევროპისკენ მივყევარ, კი ცუდად იქცევა, კი საზიზღარია, კი რაღაცებს არასწორად
გულისაკეთო, მაგრამ მაინც ევროპისკენ მივყევართ, ეს ყველაფერი ინგრევა და სულ უფრო მეტად ჩანს, რომ ქართული ოცნება არ არის ის ძალა, რომელსაც ეს ქვეყანა ევროპისკენ მიყავს, ან ევროპულ კეთილდღეობას მოიტანს, ან ევროპულ სამართალს, ან უსაფრთხოებას. ადამიანებს დაკარგული აქვთ მინიმალური უსაფრთხოების განცდა. გადიხარ გარეთ და არ იცი პური საყილა და თავზე რაღაცა არმატურა დაგეცემა, იმიტომ რომ უვარგისი მერი ყავს და არ არსებობს არანაირი წესრიგი ამ ქალაქში. ანუ ძალიან ამაზეც მინდა დღეს ამბობდა საკუთრების უფლებაზე ლაპარაკობდა კახიკალაძე გამახსენდა, აი საკუთრების უფლება თითქოს ადარდებს. აი ცხოვრობს საბურთალოზე, გონია რაღაც შენს კერძო საკუთრებას, რაღაც ღირებულება აქვს. ერჩვენიერ დღეს შენს ეზოში ამოთხრიან რაღაც ორმოს და იწყებს ვიღაცა სახლის კორპუსის შენებლობას, ჯერ შენი სახლი ხო შეირყევა და მე ერჩვენიერ დღეს შენი ფანჯრის წინ ამოგესვეტება ვიღაცის კორპუსი. და შენი კერძო საკუთრების ფასი იმ წუთში რომ იკლებს, იმის გამო რომ ხედის ნაცვლად გაქვს ვიღაცის, რა ვიცი, საძინებლის ფანჯარა, ეს მაშინ არ ახსოვს კერძო საკუთრების ამბავი. ჩემი ბრალეულობის გარეშე, ჩემი კერძო საკუთრების ფასი რო შემცირდა, იმიტომ რომ შენ ასეთი სახლი ამიშენე წინ. უამრავი ასეთი მაგალითია, ძალიან ბევრი ასეთი მოქალაქე უამრავ განცხადებას წერს მერიასთან, ხან სასამართლოს მიმართავენ, მაგრამ ვერ იცავენ თავს. ამიტომ მინდა ეს ყველაფერი არის ფარისეულობა, მათი ლაპარაკი ან კერძო საკუთრებაზე, ან ადამიანის უფლებებზე, ან სამართლიანობაზე და კორუფციასთან ბრძოლაზე მით უმეტეს. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას არჩევნებში რომ მივდივართ, ეს ხო არ ნიშნავს იმას, განა არ ვიცი, რომ შეიძლება მართლა ვერც გამოგლიჯო ქალაქი და ვერც მოიგო ვერც ერთი ქალაქი. მაგრამ ჩვენი მიზანი ხო არის რეჟიმის გაშვება, დამარცხება. რეჟიმის გამარცხება შესაძლებელია მისი დასუსტებით. ამ პირობებში, შენ რომ გადიხარ არჩევნებში, შენ რომ აქ იღებ მონაწილეობას, შენ რომ აჩვენებ არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ კიდევ ჩვენს მეგობრებს, რომ ჩვენ აქ საქართველოს ხალხი ყავს, უმრავლესობა ყავს ის, ვისაც ევროპული სახელმწიფო უნდა, რეალურად ევროპული სახელმწიფო უნდა. და შენ ეს რაღაცა ჯგუფი, პატარა ჯგუფი ადამიანს, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება, ამაში ხელს გიშლის. ეს არჩევნები ამის შესაძლებლობაც არის. განა არ გვესმის, რომ შეიძლება ვიღაცა მითხრას, აი, შენ გამარჯვების ის დამიდე მაინც და მაინც რაღაც ფორმულა. მე გეუბნები, ჩემი ფორმულა ეს არის. შევასუსტო რეჟიმი, რომ მე უფრო იოლად დავამარცხო ის. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. სოფო ხორგუანი პასუხობდა ჩვენ კითხვებს.